97 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ჩჟუ ჟუნცზი. რკინის პრემიერად და აზიური ქვეყნის ეკონომიკური ტრანსფორმაციის ერთ-ერთ მთავარ არქიტექტორად ცნობილი პოლიტიკოსი მნიშვნელობით მეორე სახელმწიფო თანამდებობას იკავებდა 5 წლის განმავლობაში 1998-დან 2003 წლამდე და წამყვანი როლი ითამაშა ჩინეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრების თვალსაზრისით. ასევე საერთაშორისო ბაზრისთვის ჩინური კომპანიების და ქვეყანაში პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. ეკონომიკის მხრივ არა მხოლოდ ჩინეთის, არამედ მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ საკვანძო რეფორმატორად წოდებული პოლიტიკოსი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში არაერთხელ გამხდარა ოპონენტთა კრიტიკის სამიზნე. ხშირად არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმის გამო, რომლებიც როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, პეკინისთვის გრძელვადიანი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა. მან წარმართა წამგებიანი სახელმწიფო კომპანიების მასშტაბური პრივატიზება და ეფექტიანობის ზრდა, ასევე იმპულსი მისცა კერძო საცხოვრისის ბაზრის განვითარებას. ბევრს ის დაამახსოვრდა როგორც მტკიცე და პრაგმატული ლიდერი, რომელსაც არ ეშინოდა საკუთარი აზრის ხმამაღლა დაფიქსირების და თუნდაც არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე საუბრის. სწორედ ამ პოლიტიკის წყალობით პეკინმა ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს მიაღწია, თუმცა 1998 წელს ჩჟუ ჟუნცზიმ განაცხადა, რომ სამომავლოდ ჩინეთს ბევრი პოტენციური და მოლოდნელი კრიზისი ემუქრება. რის გამომწვევი მიზეზიც იქნება კორუფცია და ზოგიერთი მაღალჩინოსნის ტირანული ქცევები, ხიდჭატეხილობა მდიდრებსა და ღარიბებს შორის. ექს-პრემიერის მმართველობის დროს ჩინეთში შესაძლებელი გახდა კორუფციის მაჩვენებლის შემცირება და ამის ხარჯზე ქვეყნის ტრანსფორმაცია ინდუსტრიულ ზესახელმწიფოდ, რომელიც მანამდე კომუნისტური აუთსაიდერის სახელით იყო ცნობილი. მაგდალენის რეფორმება 5 წელიწადში 30 მილიონი ადამიანის სამუშაოს გარეშე დატოვება და სოციალურ ფენებს შორის უთანასწორობა გამოიწვია, თუმცა როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ეს გახდა ჩინეთისთვის ბიძგის მიმცემი გამხდარიყო პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი ეკონომიკური ძალა.